ჩემ ჩანელზე დავწერე გუშინ მე მგონი 27-31 იანვარი სტრასბურგში არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და რაღაცა ინფორმაცია დავწერე და მთხოვეს რომ რაღაცა ცოტა უფრო ვრცლად თუ არის შესაძლებელი რომ ავხსნათო რა ხდებაო და რატო არის მნიშვნელოვანიო. ანუ 27-31 იანვარს ეხლა არის ორშაბათიდან ხუთშაბათით პარასკევის ჩათვლით არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ ჩავლენ კოცებიც. ჩვენი მიზანი არის რომ იქ კოცებთან არ გაგრძელდეს მუშაობა, თითქოს ისე საქართველოში არაფერი არ ხდება. რომ ეს არ იყოს business as usual, როგორც ინგლისურად ამბობენ ხოლმე. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ფართო რაღაცა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი. დავარქვათ ამას არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს, რომ იმის გამო რომ ეს არჩევნები 26 ოქტომბრის იყო მოპარული, შესაბამისად არც ამათი ეგრეთ წოდებული პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობაა ლეგიტიმური, არც მთავრობის მიერ არჩეული ყაბელაშვილი არის რამე სახით ლეგიტიმური. მით უმეტეს არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა სახეზე გვაქვს ადამიანების მასობრივი წამება, სრულად უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება, მათ შორის ციხეში არაადამიანური მოპყრობა ამ ადამიანების მიმართ და სრული უმოქმედობა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ანუ ეს ფართო სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ უნდა ვეცადოთ, რომ არსად ამათ კოცებს არ კონდეთ მინიმუმ ნორმალური მდგომარეობა. ნორმალური მდგომარეობა ხო მინიმუმ რაღაცა პრობლემები კონდეთ, რა ვიცი, ხელს არ ართმევდნენ, გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ, არ იღებდნენ და ნუ კარგ შემთხვევაში საერთოდ არ აღიარებდნენ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იღებდნენ, არ ხვდებოდნენ და აიგნორებდნენ რაც პრინციპში რაღაც საჯარო დადასტურება იქნება იმისი, რომ არ ცნობენ საერთოდ მათ ლეგიტიმაციას. ნუ მთავრობის შემთხვევაში ეს შედარებით მარტივი ამბავია, მარტივია იმ გაგებით, რომ სად შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს, არის ის, რომ ვიღაცები ჩამოვიდნენ აქ, რომ სხვადასხვა ქვეყნების, ამ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები გულისხმობს ხადია, თორე სადღაციდან ვიღაცები ჩამოიყვნენ, მოახერხებენ მაგას, ჩამოვიდნენ და გააგრძელონ ამათთან ურთიერთობა, თითქოს ისე არაფერი არ ხდება, ანუ ვიზიტები იყოს მაღალი დონის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში, ან ესენი ჩავიდნენ ამ ქვეყნებში ასევე მაღალი დონის ვიზიტების ამბავში და იქ მიიღონ ისე თითქოს არაფერი არ ხდება საქართველოში და ყველაფერი ნორმალურად არის. ეს იქნება რაღაცა ინდიკაცია იმისი, რომ ირიბად ხდება მათი ლეგიტიმაციის აღიარება. ჯერჯერობით მსგავსი რაღაცები არ ჩანს. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე არსებული ქვეყნებიდან არავინ მაგას არ იზამს, გამორიცხულია და ვიცით საერთო ბრალებში ქვეყნები, რომლებიც არიან, სადაც ეგეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს და ხედავთ ამას და თუ უყურებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივებს ნახავთ, რომ ბოლო პერიოდში მაგალითად თურქმენეთის ელჩი შეხვდა, მანამდე ერთად შეხვდა მგონი უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრიის ელჩებს. გასაგები მიზეზების გამო ხდება ეს, მაგრამ ნუ ჯამში ეს არ არის ის აღიარება, რა აღიარებაც მათ უნდათ რომ მიიღონ და ეს არ არის ის აღიარება, რომელსაც ცივილიზებული სამყარო საბოლოო ჯამში აღიარებს. თუმცა მთავრობის გარდა არსებობს ეგრეთ წოდებული პარლამენტი და საქართველოს პარლამენტი ტრადიციულად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის საპარლამენტო ასამბლეებში. ამაში ყველაზე ისეთი გამორჩეული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა ჯამში მონაწილეობენ პარლამენტი მონაწილეობს 11 ასამბლეაში. ეს არის პასე ყველაზე ცნობილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, გარდა ამისა ერთ-ერთი რომლის წევრიც მეც ვიყავი, როცა პარლამენტში ვიყავი, ეს არის ევრონესტი, რაღაც ეგეთი ასამბლეის მაგვარი რაღაცა ფორუმი არის ევროკავშირის საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, არის ეგრეთ წოდებული პაპსეკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა, არის საპარლამენტაშორისო კავშირი, ეგრეთ წოდებული IPU და გარდა ამისა არის კიდე რამდენიმე, ნუ ნაკლებად წონიანი, მაგრამ რაღაცა ტიპის ასამბლეები. მათ შორის არის რამდენიმე, სადაც თუ ასამბლეა გაიმართა, რთულად წარმოსადგირო ჩვენ რამდენად ხელი შეუშალოთ, მაგალითად ეგეთი ერთ-ერთი ასამბლეა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეა. თუ გახსოვთ 2019-ში 20 ივნისის ამბები რო იყო გაბრილოვის სწორედ ამ ასამბლეის
ფარგლებში იყო საქართველოში ჩამოსული და მან ძალიან რთულია ხელი შეუშალა, მაგათ საიტზე რომ შედიხარ, საიტიც კი რუსულენოვანია და მე მგონი ბერძნული აქვს კიდე მეორე ენად. ამ საპარლამენტო ასამბლეების გარდა ასევე არის კიდე სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ისეთი მაღალი ცნობადობის და მაღალი კრედიბილობის, ესე ვთქვათ, ან ავტორიტეტის მქონე ფორუმები, როგორიც არის მაგალითად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც არ მიდიან ესენი, გამაზეს, დავოსი იყო ეხლა, რომელიც ეკონომიკური შინაარსის უფრო არის ვიდრე უსაფრთხოების, თუმცა უსაფრთხოების საკითხების განიხილება ჩვეულებრივად და არც იქ ვერც იქ ვერ მოხდნენ. ერთი რომელიც გავმაზედა, სადაც მოხდნენ იყო რამშტეინის შეხვედრა, სადაც განიხილებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი, გავმაზეთ იმიტომ, რომ რაღაცნაირად არავის ყოველას ყურადღების მიღმა დარჩა ეგითხა, თუმცა მეტი ეგეთი აღარ განმეორდება, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა კომუნიკაცია ბევრი მიმართულებით, მაგ ნაწილში და შემდეგი შეხვედრა რო იქნება, საუბრობთ იქ ესენი ვეღარ იქნებიან უკვე წარმოდგენილები. გარდა ამისა არის გლობსეკი არის, ბრიუსელის ფორუმი არის, ბლედი არის, ესენი ყველა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფორუმები, ჰალიფაქსი არის კიდე და ასე შემდეგ. მოკლედ არის ცალკე საპარლამენტო ასამბლეები, არის ცალკე სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები, სადაც ჯამში ჩვენი ამოცანა არის, რომ კოცების მინიმუმი პროგრამა მინიმუმია, რომ კოცების ცხოვრება და იქ რაღაცა არის ურთიერთობა ამ ტიპის ასამბლეებთან თუ ფორუმებთან არ იყოს მარტივი, არ იყოს ისეთი თქოს საქართველოში არაფერი არ ხდება და პროგრამა მაქსიმუმი, მიზანი მაქსიმუმი შეგვიძლია ავიღოთ ის, რომ საერთოდ იქით ამხიდან ამათთან თანამშრომლობა არ იყოს. ეს არის კონტექსტი, მოკლედ, რაზეც მუშაობს ბევრი ვინმე. ამაზე მუშაობენ პარტიები, ძირითადად პარტიები, სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და პრაქტიკულად ყველა ჩართულია ამ ამბავში, ისევე როგორც აქედან სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო ორგანიზაციები გააჩნია რომელ ფორუმზე, რომელ ასამბლეაზე, რა ტიპის კონფერენციაზე და რაზე არის საუბარი აქედან გამომდინარე. ეხა შემდეგი რაც ხდება, რომ დაუბრუნდეთ ისო მთავარს და არ მინდა რომ რაღაც ძალიან გრძელი ვიდეო გამოვიდეს, ანუ 27-31 იანვარს არის სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ჩემი აზრით ამ საპარლამენტო ასამბლეებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წონიანი ასამბლეა არის. რაც ვიცით წინასწარ, ვიცით რომ კოცების დელეგაცია მოდის, რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი სავარაუდო წულუკიანი იქნება ამ დელეგაციის ხელმძღვანელი. სავარაუდო შემადგენლობა რაც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, ეს მარიამ ლაშხი, აი სუმეშლება ლაშხია თუ ჯაშია გოგო, მაგრამ აი ხმები რომელსაც ესმის, ეგ არის ერთ-ერთი დელეგაციის წევრი, ერთი მგონი მიქანაძეა და ოპოზიციის კოტით მოყავთ როგორც მითხრეს ვეკასეპაშვილი ხალხის ძალიდან. აქედან იქნებიან სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილი, მათ შორის მეც ვიქნები სტრასბურგში და ასევე, რამდენად ვიცი, სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმოადგენელიც იქნება ასევე სტრასბურგში. აქაც იგივე მიზანი გვაქვს, რაც ჯამში, აი ყველა ამ ფორუმებთან და ასამბლეებთან და ამასთან მიმართებაში გვაქვს, არის რომ პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ მათ დაინახონ და იგზნონ, რომ ისინი ვერ გააგრძელებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას ისე თითქოს არაფერი არ ხდება და შემდეგ აქ რაღაცა ზეიმებს მოაწყობენ, რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი კარგად არის და ევროპელებთან დალაგებული გვაქვს ურთიერთობა და პროგრამა მაქსიმუმი არის ის, რომ იმათმა საერთოდ არ აღიარონ ესენი. ჩვენ რასაც ვაპირებთ არის ის, რომ ნაბეჭდის სახით მიგვაქვს უამრავი მასალა. ეს მასალა ეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულად წამების ფაქტებს, ეხება ჟურნალისტების შევიწრობას, თავდასხმას, ფიზიკურ ანგარიშწორებას და ასე შემდეგ. ნინო ლომჯარიას ეკუთვნის დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამ მასალების დიდი ნაწილი სწორედ მან მოუყარა ერთად კომპილაცია გააკეთა, მოუყარა ერთ იმაში თავი. რაც გავაკეთეთ არის ისო წინასწარ გვაქვს ბევრი ინფორმაცია დაგზავნილი სხვადასხვა ფრაქციებში და საბოლოო ჯამში ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ერთი რომ ეს უამრავი მტკიცებულებები გვაქვს დემოკრატიული უკუსლის, ისე მოხდა რომ არავის არ მოუთხოვია ჩვენგან
არჩევნებთან დაკავშირებული რა იმოდგიცებულებებით, რომელსაც დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რაც მას შემდეგ რაც უთოოდილის საბოლოო დასკვნა გამოიცა, ამიტომ ჩვენი მასალები არის უკვე არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, წამების ფაქტებზე, როგორც გითხარით, ჟურნალისტებზე, ზოგადად აქციებთან დაკავშირებული სტატისტიკა მიგვაქვს, რამდენი დღეა ეს გრძელდება, რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ კოცებს როგორც იცით, კოცები აღარ არიან არც ერთი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრები, ისინი იყვნენ სოციალისტების ოჯახის წევრები და შემდეგ იქიდან გამოაგდეს, სანამ გამოაგდებენ, ამათა დაასწრეს, როგორც იციან ხოლმე და წინასწარ გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენებით მივდივართ, მაგრამ სინამდვილეში იქიდან გამოხლილები არიან. ამიტომ პოლიტიკური ოჯახების თვალსაზრისით მოკავშირეები კოცებს იქ არ ყავთ. თუმცა ყავთ ქვეყნების მხრიდან მოკავშირეები და სავარაუდოდ ესენი იქნებიან ალბათ უნგრელები, სლოვაკები და ალბათ ავსტრიელებიც რაღაცა ნაწილი და ამას ალბათ ყველა ერთად ვნახავთ, ვინ იქნებიან მათი მოკავშირეები, მაგრამ პრობლემა აქვს ის, რომ პოლიტიკური ოჯახებში არ აყავთ მოკავშირეები. ჩვენ აქედან კონკრეტულად ჩვენ, ვინც ალდეში ვართ, სტრატეგია აღმაშენებლება გიჩნევთ თავისუფლად დროა ვიმუშავეთ ალდესთან, ალდეს ფრაქციასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობა მუშაობდა IPP-ის ფრაქციასთან და ვიცით ასევე, რომ კახარია და კახარიას ხალხი მუშაობდნენ სოციალისტების ფრაქციასთან, იქ სამ მსხვილ ფრაქციასთან ჰქონდა კოორდინაცია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ აქედან მე მგონი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ არის მაგის წევრი, მაგრამ იქ არის კონსერვატორების ასევე საკმაოდ მსხვილი ფრაქცია, იქ ამ ფრაქციის წევრების ნაწილთან ასევე გვაქვს ნამუშევარი სხვადასხვა შემოვლითი გზებით და მეორე უპირატესობა რაც არის, უპირატესობა რა პრობლემა რაც აქვს ტექნიკური არის ის, რომ დელეგაციის ნაწილი უნდა იყოს ოპოზიცია და ოპოზიცია, როგორც იცით, საქართველოს ისინი პარლამენტს ეძახიან, იმ პარლამენტში არ არის და ამიტომ ისინი ცდილობენ ახლა გააფორმონ ხალხის ძალა გააფორმონ როგორც ოპოზიცია, რაც არის ბოდვად არის ისი ახსნა და დამტკიცებას, რომ ხალხის ძალა ოპოზიცია არ იქნება მაინც და მაინც რთული იქ. მოკლედ ეგეთი ამბავი არის, არ ვიცი კიდე რამდენ ხანში ამას ლაპარაკი, მაგრამ შინაარსი არის ეგ რა, მოკლედ ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ამოცანები რაც არის გითხარით. 27-ში იწყება დილით და ჩვენ ველოდებით, რომ საბოლოო ჯამში რა მოხდება კოცების დელეგაციასთან მიმართებაში, ეს საკითხი ალბათ გაირკვევა სადღაც 4 შაბათს, რომელიც არის 29 ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც გვაქვს წინასწარი კომუნიკაცია იქ ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან ჯერჯერობით ამ წუთისთვის გვაქვს ეს ინფორმაცია. დანარჩენი ვნახოთ, დანარჩენი რო ჩავალთ იქიდან რაღაც რეპორტაჟებს მოგიყვებით ხოლმე რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ხო. ეგ არის სულ ისი რაღაცა მოყოლაც მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან მითხრა შეიძლება ეს ვიღაცისთვის საინტერესო იყოს. იმედია იქნება საინტერესო დროებით.